პედაგოგების პროფესიული გადამზადების სისტემა იცვლება მომავალში ამ ფუნქციას მასწავლებელთა სახლის გარდა დამოუკიდებელი ოპერატორებით შეითავსებენ. ამ ფუნქციების მოსაპოვებლად კი მათ კონკურსში უნდა მიიღონ მონაწილეობა. მასწავლებელთა გადამზადების დეცენტრალიზაციის მთავარი მიზანი სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაა. კაფეოდაა განსაზღვრული 3 მიმართულება, რომელშიც კონკურსში გამარჯვებულები პედაგოგებს პირველ ეტაპზე გადაამზადებენ. დეცენტრალიზაციის პროცესი, როგორც ესეთი, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ერთ-ერთი განვითარების გზა. უკვე 7 წელია სკოლის მასწავლებლებს პროფესიული კუთხით გადამზადების ტრენინგებს, სემინარებსა და კონფერენციებს მხოლოდ მასწავლებლის სახლი utარებს. თუმცა მომავალში ასე გაგრძელებას აღარ აპირებენ. მასწავლებლის სახლმა დეცენტრალიზაციის პროცესის ფარგლებში საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო აპირებს მასწავლებლების პროფესიული გადამზადების კუთხით ბაზარზე კერძო დამოუკიდებელი ოპერატორი კომპანიები მოიზიდოს. სისტემის გახსნით და სხვადასხვა ორგანიზაციის მოწვევით დამატებით ვაჩენთ საშუალებას, რომ პედაგოგს გაუჩნდეს შესაძლებლობა გააკეთოს არჩევანი უფრო უკეთეს სერვისს შორის. ამ ეტაპზე კონკურსი 3 პრიორიტეტული მიმართულებით გამოცხადდა. ესენია სკოლის საერთო კულტურის გაძლიერება, ანუ სკოლის შიდა ურთიერთობები და კოლეგიალობა, სოციალური პროექტების სწავლება, ანუ საგაკვეთილო პროცესში სხვადასხვა პროექტების განხორციელება და სკოლებში წრეებისა და კლუბების ხელშეწყობა. სამივე მიმართულება საერთო ჯამში არაფორმალური განათლების საკითხია. შესაბამისად, მასწავლებლების საგნობრივ გადამზადებას ეს კონკურსი არ მოიცავს. 3 მიმართულებისთვის კი გრანტის საერთო რაოდენობა 300,000 ლარია. 3 თვის განმავლობაში პრობლემის შესწავლაც, მე ამ პრობლემის გადაჭრების გზების მოძიებაც, განხორციელებაც და შეფასებაც საკმაოდ რთულია. არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ერთ-ერთია, რომელიც მასწავლებელთა გადამზადების დეცენტრალიზაციის პროცესს აქტიურად ითხოვდა. ისინი კონკურსში მონაწილეობასაც აპირებენ. თუმცა დავით ლიპარტელიანი ამბობს, რომ კონკურსით გათვალისწინებული პროექტის წარდგენის ვადები, ფინანსები და გადამზადების პერიოდი არც თუ კარგად არის შერჩეული. თუმცა აცხადებს, რომ ყველაფერი მაინც განხორციელებადია და ეს კონკურსი ამ სფეროში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. არასამთავრობო სექტორი ასევე მნიშვნელოვან მოტივატორად ხდის იმას, რომ მასწავლებლები ამ გადამზადების გავლის შემდეგ კრედიტებს მიიღებენ. პროფესიული ზრდა მასწავლებლებს ასახული იყო ფორმალური მხარითაც, ამასაც აუცილებლად უნდა მიიმართონ მხოლოდ მასწავლებელთა სახელმწიფოს ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულისთვის. ეხლა ამის შესაძლებლობა სხვა ორგანიზაციასაც შეუძლია კრედიტი მიაჩნიონ, სხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ ტრენინგებზე კიდევ უფრო მეტი мотиваცია იქნება. თუმცა ეს მასწავლებლების პროფესიულ გადამზადებაში გარე კომპანიების ჩართვის პირველი მცდელობა არაა. ასეთი 2009-10 წლებშიც იყო. მაშინ გადამზადება ეგრეთ წოდებული ვაუჩერული დაფინანსების სისტემით ხდებოდა. არსებობდა პროფესიული განვითარების აკრედიტებული პროგრამები და მასწავლებელი თვითონ ირჩევდა მისთვის საჭირო კურსს. ასეთი გადამზადება 13,000-ზე მეტმა პედაგოგმა გაიარა. თუმცა სასერტიფიკატო გამოცდებზე სერტიფიცირებული მხოლოდ მათი 10% გახდა. ახლანდელი პროექტით კი დაფინანსებას უშუალოდ კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაციები მიიღებენ. თუმცა პედაგოგებს არჩევანის საშუალება მაინც ექნებათ. არ იყო შეფასებული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეს ვაუჩერული დაფინანსების მოდელის ეფექტიანობა და ეფექტურობა და არ იყო ამ ობიექტურ შეფასებაზე დაფუძნებული მიღებული გაწყვეტილება, ანუ იყო პოლიტიკური გაწყვეტილება. განათლების დარგში მოღვაწე სპეციალისტები დეცენტრალიზაციის პროცესში აუცილებლად მიიჩნევენ საგნობრივი მიმართულებითაც მოხდეს დამოუკიდებელი კომპანიების ჩართვა. ამის მნიშვნელობას მასწავლებლის სახლშიც ხედავენ, სადაც აცხადებენ, რომ საგნობრივი გადამზადების კონკურსი სავარაუდოდ მიმდინარე წლის ნოემბერშივე გამოცხადდება. მასში ჩართვის საშუალება კი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საგანმანათლებლო საგნობრივ ასოციაციებს მიეცემათ. რაც შეეხება საგრანტო კონკურსს, ორგანიზატორები აცხადებენ, რომ გადამზადების ფორმები მთლიანად იმის მიხედვით აირჩევა, თუ რა სახის წინადადებებს შესთავაზებენ ეს კომპანიები მასწავლებლის სახლს.